გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, ჩამივარდა, მაგრამ არა უშავს, იმედია ყველაფერი ჩანს. აი ეს არის ნემსკავი თავისი სიმძიმით. 0.12 ძუა გვაქვს, მაგრამ სასურველია რომ დაყენდეს უფრო წვრილი. ანუ ეს არის ესეთი მოწყობილობა, ნახეთ. რაზეც ძუა ყენდება. აქ კოჭა და რამე საჭირო არ არის. ხო, წვერზე უყურეთ როგორი ამბავია. აი ეს შეგიძლიათ გამოჭრათ ლუდის ქილისგან. წინ ეს მე საღებავით მაქვს გაკეთებული. ანუ ეს არის კანქარა. აი ესე ქანაობს. დარტყმის დროს და ყველა კანქარას გააჩნია თავისი სიმძიმე, თავისი თამაში. და ასე შემდეგ. ეხლა მე ცოტა უხეშად მაქვს აქ ანკესის წვერზე მოწყობილი, მაგრამ გაჩვენებთ ეხლა ერთ რაღაცას და შეგიძლიათ ხოლმე რომ თუ რა თქმა უნდა ეს მეთოდი ვინმეს მოგხიბლავთ, შეგიძლიათ აი ესე გააკეთოთ. უყურეთ, ეხლა გაჩვენებთ. ნახეთ. აი ხედავთ ხო? აქვს კამერა როგორ ხედავს ნეტაია. აჰა. ალბათ დაინახავს, რა ვიცი, აი. ეს არის ზარის სამაგრი. მიხვდით ხო? ხრახნზე აქ, აი. ხრახნი არა. მიხვდით ხო? აი. ეს დაეჭირება, ვიცადეთ. მე თვითონ ავირი ეხლა კაცო, რა საარ ვამბობ შეკაცო. მოკლედ ეს უნდა იდგეს ისე, აი ეს. ესე ხო დამაგრდება, მოკლედ რა, აი ამას აქ აიქ დირკა. ეხლა ეს მე მგონი ცოტა სხვანაირი არის. მაგრამ აზრი ამაში იდებს, რომ ეს დამაგრდეს. მიხვდით ხო? და აი აქ უნდა დავამაგროთ ეს სტარაჟოკი რა. სტარაჟოკი, ანუ კანქარა. ხო, შეიძლება მოკლედ რაღაცნაირად მიმაგრდეს. ხო. რა თქმა უნდა ეს მარმიშკები, ანუ ნემსკავები თავის სიმძიმეებით სხვადასხვანაირია, სხვადასხვანაირი. და ეხლა გავშლით ანკესს და ჩავუშვებთ. ანკესის სიგრძე ეხლა მოდით ესე ვიტყვი რა, რაც გრძელი ანკესი, მით უკეთესია რა. შეიძლება რომ ანკესი იყოს 8-10 მეტრიანის კიდევ რომ ესე თქვათ მიუდგომელ ადგილებში მივუყენოთ რა. ანუ ჩავუშვით მეგობრებო, სიმძიმის ზემოქმედების ქვეშ ესე თქვათ სტარაჟოკი იხრება, ფსკერზე რო ჩავა სტარაჟოკი გასწორდება რა, კანქარა ანუ. და ვიწყებთ თამაშს. როგორ უნდა მიხვდეთ რომ თევზი ურტყავს. ანუ ჩვენ თამაშს როდესაც არ ღვევს რაღაც, ესე იგი თევზი არის. მიხვდით ხო? მე ხო აღარ თამაშობს ეს წვერი ის, ესე იგი თევზი ეჩალიჩება რა. არის ხოლმე დარტყმები სხვადასხვანაირად, მაგალითად არის ხოლმე დარტყმები, იცით როგორ კიდევ, აი ხო ამოიღეთ ესე, აი გადააგდეთ თქვენს წინ რაც შეიძლება, წამოიღო, მოცურავს და აი მაგ დროს იცის აღება, ანუ ვარდნაზე რა. 90 გრადუსს ხო უნდა გააკეთოს ძუამ რო შვეულურად დაეშვას. ხო, ძირითადად ქაშაპი კარგად იჭირება ხოლმე რა. ეხლა ვერ გეტყვით დღეს დავიჭერ ამეს თუ არა, იმიტომ რომ როგორც ვატყობ ელექტრიკემ ეტყვა რაზრიადი აიმაღლეს ამ ადგილზე. რატომღაც ეგრე მგონია, ნუ ღმერთი მაპატიებს თუ ეხლა ცოდავ, მაგრამ კაი ხანია რა. ვუქანავებ და არაფერი. შეიძლება ეხლა დღეს ისეთი დღე არის რომ არ მოსდევს, ეგაც არის ღმერთმაქნას ეგეთი დღე იყოს დღეს. ხო და ესე რა ვიცი.
თუ რამეს დავიჭერ, გაჩვენებთ. აი, რაღაცა უკვე მივიდა. უკვე მივიდა რაღაც, ესე იგი აქ რაღაცა უდგას. წვერი, ანუ კანქარა გაჩვენებთ. ნემსკავი, ანუ რა დონეზეა ფსკერთან, მიხვდით, ხო? აი ეს ფირები რომ არის მაგალითად რაღაც თეთრეულის ყუთებში მოყვება ხოლმე გამჭვირვალე რაღაცეები. აი ესაც წავა რა ამ კანქარის გამოსაჭრელად. აი გააფუჭა თამაში, მაგრამ არ იღებს, ეტყობა რომ წვრილია და ვერ იღებს. ნუ ზოგადად ხა თითის სიგრძე თევზის ჩდება ხოლმე, მაგრამ დღეს ცოტა დიდი ნემსკავა მაქვს. წამოღებული. ხო, მსხვილი თევზი თუ არა, თქმა უნდა, ეგრევე კარგად დაკაჩავს ხოლმე. არის ხოლმე რომ ხან აი თამაშზე იღებს კარგად, ხან ვარდნაზე და აი ნუ მოკლედ ესე რა. აი ეთამაშება, მაგრამ ნუ წვრილია რა. აშკარად წვრილი ეთამაშება ეხლა. 10-12 სანტიმეტრიანი ქაშაპი ადვილად აიღებდა რამე ესე ვფიქრო. ფსკერზე დავიდა, ესე იგი მივხვდით, წამოვუწიეთ ფსკერიდან და დავიწყეთ თამაში რა, ვერტიკალურად. მოდით ცოტა წინ გავიწიოთ. აი იქ პატარა ზატონივით არის რა. ჯაგნარი ყრია. მოგიხსენებათ რომ ჯაგნარში უყვარს თევზს დგომა. თავარია რომ ზაცეპი არ ვიპოვოთ. ნუ აქ ზაცეპებს რა გამოლებს შეკაცო ახლა. ნახოთ აბა. სიღრმეს კაი სიღრმე აქვს. მეტრა მაინც იქნება. და წავიდა თამაში. პატარა ისენი აქვს კბენები რა, პატარ-პატარა კბენები აქვს რა. პატარა წაკბინა, ეგეთ ჩარტყმები ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა კარგი ჩარტყმები. არ არის რა მოკლედ, აი არ არის რა. სადღაც არის მიყუჟული დგას და მე ვერ ვიპოვე ჯერ. არა. მე თქვი გამიჩერა თამაში და დავარტყი რა. ეხლა ამასაც თავისებული აზარტი აქვს ამ მეთოდს. სადღაც ჩემ არხზე მაქვს ახსნილი განმარტებული ეს ამბავი. ანუ სრულად რა, რას წარმოადგენს რა. სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ ვინმეს მაინც და მოეწონებოდა და ვიღაცას დავინახავდი მე მდინარეზე სადმე რომ ესეთი აი ხა უკვე ცოტა ნორმალური იყო, მაგრამ იმენა წამიწია, წაარტყა და არ დაჯდა, ესე იგი ჯაგნარში დგას თევზი. ხო, მოკლედ მეგონა რომ მაგრამ მე ვისაც მივეცი და ვუწილადე ეს სტარაჟოკები მგონი ისინიც არ თევზაობენ რა. აი როგორ გითხრათ, როცა კაი თევზი არ მოსდევს ხოლმე და რამე ესე თქვათ, აი ესე
შეიძლება რა რომ სადოს ბედი კაცმა რა მიუდგომელ ადგილში მიუდგები ამანკესით პატარა ფანჯრებში ჩაუშვებ აბა ერთი ვარდნაზე ვცადოთ ჩავარდა წავიდა არა მამას რაო მამას მეთქი შენ ვინმე ბავში სხვა ხარ შეხულიკო შენ ხო მოკლედ მეგობრებო არ ვიცი რა რაშია საქმე მაგრამ კაი სურათი არ არის რა არ მომწონს მოდით მეგობრებო თუ ვიპოვეთ თევზი რა თქმა უნდა შეგატყობინეთ ეხლა დავაპაუზებ ხო და მე ვნახოთ რა GoPro stop video მეგობრებო სულ რაღაც 3 მეტრით ამოვიწიეთ ცადოთ აქანეს ბედი არის რაღაცა მაგრამ აი წვრილია მეგობრებო და არ ჯდება იმდენად წვრილი თევზია რომ ვერ ჯდება რა ჩარტყმებს კი აკეთებს რა თქმა უნდა ეს კანკარა ისეთი მგრძნობი არია რომ რა თქმა უნდა სიგნალს გვაძლევს რა აბა ვარდნას და აქეთ გამო ანუ შეგიძლიათ ჩააგდოთ და გამოაცურათ გვერდზე ეგრეც მუშაობს და უნდა წარმოიდგინოთ რომ როგორც ბლესნა რა მოცურავს რა რაღაც სილიკონი და ასე შემდეგ აქ სიურმე კარგი ეტყობა აქაც აი ვერა არა რა ვიცი რა არ არის რა აი მეგობრებო ხედავთ ხო ეს არის პატარა ქაშაპუნა ანუ მოხერხებელი რა არის უყურეთ ესეთ ადგილებში რომ ვდგევართ ხო ჯოხი იკეცება ნახეთ აი ესე უბრალოდ ჩაიკეცა ჯოხუნია რომ თევზამდე მივიდეთ მიხვდით ხო მეგობრებო აი ქაშაპია რა თქმა უნდა ხედავთ ხო კაი ქაშაპუნა მოდი მალანკი წადი ჯოხი არ ჩამივარდეს წადი და დაუძახე დედა შენსა, მამა შენსა, ბიძა შენსა თუ გინდა რა ვიცი. შეკაცო. ესაც წადი ბიჭო, ის თოფი რო დამიტოვეთ იქა უყარაულოთა რა და მოდიალობთ ვერ გავიგე. რა რეულეხა სტუდენტები არ გავიდი ვინ ახარ თქვენა. კალბატონო მათე. რა რეულები ხარ თქვენ და სტუდენტები არა ხართ? აი ეს ვიდეო მახსენდება ხოლმე და მეცინება მე. რა რეულები ხარ სტუდენტები არ ხართ თქვენ და კალბატონო? არა კალბატონო მათე. მათე კი არა ნათელა მქვია. მოკლედ რა. არ ვიცი რა კანკარას ხედავ თუ არა, მაგრამ მე მენამ თელამდებში ვარ რა. ну ფოთლის ამოტანას მოსული პონტია მომა ვარდნაზე ამასობაში ტოტოზე შემოვკიდეთ ლესკა არ გვინდა ტოტუნა მოდი რა გამოდი რა გეხვეწები ამოვიდა
ეხლა უყურეთ მეგობრებო, ერთი პრიკოლი კი არა და აი ესეთ ადგილებში ხა ვერ სტივტივით ვერ ითევზავი, დონკაზეც ვერა რა, ვერა. და კანქარა მაგარი თემაა რა. როცა არის ხომ ეთევზე, აი მტკაველები მაინც რომ მოდის რა, მაგარი აზარტულია ხომე რა. აბა რა არის ეს? აქ რო თევზი იდგეს შენ ჭირიმე. ესე კი არ იქნებოდა. აი ესეთი ძაღლები არ მინდა. წადი ბიჭო, ის თოფი და რუგზაკი წაიღეს ვიღაცეებმა და მე რაღაც მინდა ეს ტევზაობა. დროზე ხლა. თუ გამოგაბათ ზედა. აბა ცოტა იქით მივიწიოთ ჯაგნარისკენ. ხან ისეცაა რომ პატარას გაუქანავებ, გაუჩერებ. გაჩერებულზე შეიძლება მივიდეს უფრო. ვაჰა, ვერა მოვიყვანე იმენადო. ვერა მოვიყვანე ეს ხვლიკი. გაზურა. აჰა, არის. ხედავთ ხომ მეგობრებო? აჰა. ეგ არის რა. კარგი თავა მეგობრებო და რავი რა. ესია ეს ცხოვრება და ეს ამბები რა. აი ამ ჯაგნარში რატო უდგა თევზი? ხა ეს ჩემი თქმა არავის არ უნდა. რატო იმალება? ინდე მაგიტო იმალება. კარგი თავა. ურემო რა გაჭრჭინებსო და რაც მაწევს ის მაჭრჭინებსო, აი ეგრე უპასუხა ურემა, ხო და მეც აინდე ეგრე რა. კარგად იყავით აბა. GoPro stop video.